დამეხმარეთ. დამეხმარეთ. ირმაკი. დამეხმარეთ. დამეხმარეთ. ირმაკ. ქალბატონო ირმაკ. დამეხმარეთ. ქალბატონო ჯანან. ბატონო ვურალ, დამეხმარეთ. ქალბატონო ირმაკ. ირმაკ. ირმაკ საყვარელო, ისუნთქე, ისუნთქე შვილო. საყვარელო, ისუნთქე. რა მოუვიდა აპარატს? ღმერთო, ღმერთო დამეხმარე. რა გავაკეთო ღმერთო? წადი ახლა ვურალს დაუძახე. ჩამფრთველი გათიშულია. ირმაკ. ირმაკ, თხოვ ისუნთქე. ისუნთქე შვილო, ისუნთქე. ირმაკ, თხოვ ისუნთქე. ირმაკ. ვურალ მოდი. ირმაკ, კარგად ხარ? ირმაკ. დაიკო. ირმაკ. ირმაკ, ჩემი გესმის? ირმაკ, ჩემი გესმის? ირმაკ. ვურალ. ვურალ სუნთქავს? დაიკო, თხოვ გონს მოდი, თვალები გაახილე. ჩამფრთველი არ მუშაობდა. აპარატი გათიშული იყო. ღმერთო, გთხოვ დამეხმარე. ღმერთო, გთხოვ დამეხმარე. გენჯერ, ბიჭებს უთხარი მანქანა მოამზადო. შენ კი სწრაფად სასწრაფო გამოიძახე. ნევრა, რა მოხდა? ეს როგორ მოხდა? არ ვიცი, ოთახში რომ შემოვედი სუნთქავდა. არ ვიცი ჩამთველი როგორ გაითიშა. რამე თუ დაემართება მოკკლავ. გესმის ჩემი, მოკკლავ. მოკკლავ. მე არაფერი გამიკეთებია, გეფიცებით, არაფერი გამიკეთებია. ირმაკ, ჩემი გესმის? ირმაკ, ისუნთქე. ისუნთქე, ირმაკ, ისუნთქე. ისუნთქე. ღმერთო, გთხოვ დამეხმარე. ირმაკ, გესმის ჩემი? ირმაკ. ირმაკ, მიდი. მიდი ისუნთქე. მიდი საყვარელო. ღმერთო, დამეხმარე. დამეხმარე, ღმერთო, გთხოვ, ყველაფერი კარგად იყოს, ღმერთო. მიდი, დაიკო, მიდი. გევედრები, დამეხმარე, ღმერთო. ირმაკ. გევედრები, ღმერთო. ირმაკ, მიდი ისუნთქე. მიდი პატარა, ისუნთქე. გთხოვ, ღმერთო, დაგვეხმარე. დაგვეხმარე, ღმერთო. ირმაკ. ღმერთო, დამეხმარე, ისუნთქე. გთხოვ. ირმაკ. გონს მოდი, გთხოვ. გთხოვ. გთხოვ, ისუნთქე. ისუნთქე, ირმაკ, გთხოვ. სუნთქავს. 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 დიდება უფალს. დიდება უფალს. ირმაკ. ჩემო ძვირფასო. ჩემო საყვარელო. ჩემო საყვარელო, აქ ვართ. გესმის, შენთან ვართ. ვურალ. ყოველი შემთხვევისთვის საავადმყოფოში წავიდეთ. გენჯერს ველაპარაკე, სასწრაფო მალემაა, სასწრაფოთი წავიდეთ. ძალიან, ძალიან შეგვეშინე. შენ მერე დაგელაპარაკები, შენ დაგელაპარაკები. დედა გეყოფა. ევრა რომ არა, ირმაკი ახლა ჩვენთან არ იქნებოდა. მისი მოვალეობა ირმაკის კონტროლია. ახლა ასეთ მდგომარეობაში ვართ, რადგან თავისი მოვალეობა არ შეასრულა. აპარატი თვითონ ხომ არ გაითიშებოდა. კარგი დედა, სათვალთვალო კამერა შევამოწმეთ და გავიგებთ ვინ რა გააკეთა. შენ რატომ არ იყავი მის გვერდით? წყლის დალევა მინდოდა, ზემოთ ავედი. საიდან უნდა მცოდნოდა ეს რომ მოხდებოდა? ვინ ხართ? სად მომიყვანეთ?
საერთოდ იცით ვინ ვარ? ბოლო მოგეღებათ. კარგად ვიცით ვინც ხართ, ბატონო ხალევ. ნუ იძაბები. რა ხდება? რა გინდა? ჩემი დაკარგული 26 წელი. შეგიძლია დამებრუნო? რას ბოდავ? არ გესმის? არ მესმის. შენ ჩემი ცხოვრება მომპარე. შენ ჩემი გულია მომგლიჯე. და დამეტოვე უიმედო სარიელი. არასასურველი ცხოვრება. 26 წელი. ჩემი ბედნიერება წამართვე და ტანჯვა დამეტოვე. შეგიძლია უკან დამებრუნო. ის არ გეყო ჩემი სიყვარული რომ წამართვე. შვილი მამის გარეშე და მამა შვილის გარეშე დატოვე. ამაზე შეგიძლია პასუხი აგო. მითხარი. რას ბოდა ვაზის ტოპრაკ? რა შვილი, რა ბავში? სანამ ილდირიდან წამოვიდოდი წერილი, რომელიც მელეკისთვის გავგზავნე არ მისვლია. იცი ამას ხელი ვინ შეუშალა? არ ვიცი არანაირი წერილი შესახებ. გარდა ამისა ის ჩემი ცოლია. გაიხსენე, წარსული ხომ არ დაგავიწყდა. გადით. ოსტატო, გადით მეთქი. ერთი წუთით სად მიდიხართ? ძმაო, აქ არ დამტოვოთ. ესე იგი? არ გახსოვს წერილი? არა, არ მახსოვს წერილი. გამოდის რომ სუდი მეხსიერება გაქვს. მადლობა ღმერთს, ჩემი მეორე შვილი ექიმი გახდა. და ასეთ საქმეებში ცოტა ესმის. შენი წამალი მე მაქვს. არ ინერვიულო. მალე მეხსიერება დაგებრუნდება. ირმაკ, ჩემო საყვარელო. დედა კარგად ვარ, არ ინერვიულო, საავადმყოფოში წასვლა არ არის საჭირო. ჯობს ექიმმა ნახოს. შენ წამოდი, მარტო არ დამტოვო, კარგი? კარგი, როგორც მოისურვებ. ვის შეეძლო ამის გაკეთება? არ ვიცი, მაგრამ გავიგებთ. ირფან, ისმენთ ბატონო სინან. დღევანდელი საღამოს კამერების ჩანაწერი მომიტანა. ახლავე ბატონო სინან. ყველაფერმა ჩაიარა.
დედა. შიგნით შევიდეთ. დაღლილი ხარ დაეძინე, დაისვენე. არა. სანამ ჩემი ქალიშვილი ასეთ მდგომარეობაშია, ვერ შევძლებ. მიდი გთხოვ, მანქანა მოამზადე, მეც წავალ საავადმყოფოში. ხო დაინახეთ, ირმაკი უკეთესად არის, დაისვენეთ ცოტა ხანი. არა. სანამ ჩემი შვილი ასეთ მდგომარეობაშია, აქ ვერ დავრჩები. სინაშვილო, მანქანა მოამზადე და წავიდეთ. კარგი დედა, გამოისვალე და წავიდეთ. გისმენთ? ჰაზალ, უნდა ვილაპარაკოთ. უკაცრავად ვინ ხართ? მოგიყვები, ყველაფერს მოგიყვები. მაგრამ ასე გეტყვი, ეს ნასის ეხება. ვერ გავიგე. ნასის დაქალი ვარ. უფრო სწორად ვიყავი. სასაფლაოსთან მოდი. ახლავე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ვიცი რომ გაინტერესებს ნასის რაც შეემთხვა. შეუძლებელია. უნდა ვილაპარაკოთ. გელოდები. მიდი. გამარჯობა ბატონო ხალილ. მეხსიერება დაგიბრუნდა? თუ როგორ ისურვებ? სემიდი დაგაძინო. ნარკოზის მაგივრად. აბა რა სიტყვი? არაფერი არ მახსოვს. შენი საქმისა შენიცე. მოიცადე არ დამარტყა. მოიცადე. ესე იგი მეხსიერება დაგიბრუნდა. არ დამარტყა, მოიცადე. თითქოს მახსენდება. კარგი მაშინ. ისმენ. მე ავიღე წერილი. მელექმა არც იცის წერილის შესახებ. მეც მიყვარდა. მეც ყველაზე მეტად მიყვარდა. იმ დონემდე მიყვარდა, რომ შენს წინააღმდეგად შემეძლო წასვლა. შენზე მეტად მიყვარდა. შენ რა გააკეთე მელექის გამო, ზურგი აქციე. მაგრამ მე ვიცი რომ არ უყვარ ვარ. საუკუნე გავატარე მასთან ერთად. არ მეწყინა ზურგი არ ვაქციე. არა. გაჩერდი. აქ საქმე მხოლოდ მელექის წერილში არ არის. კიდევ ერთი წერილი მაქვს, რომელიც შეიძლება გაინტერესებდეს. ის რაც ყველაზე მეტად გინდა ამ ცხოვრებაში. გამიშვი. ჩემსა და მელექის გვერდით მოვიტრიალე და იმას მოგცემ, რაც ყველაზე მეტად გჭირდება ამ ცხოვრებაში. კარგი? საჭირო არ არის. ისედაც შემიძლია ჩემი ქალიშვილი მაშინ მრახო, როცა მინდა. შენგან უფლება არ მჭირდება. ეს შენს ქალიშვილს არ ეხება, არამედ შენს დას. ანუ შენი დის შესახებ გაიგებ ამბავს. ან შურს იძიებ, შენ თვითონ გადაწყვეტე. შენი გადასაწყვეტია.
მოდი, ნუ გეშინია. არაფერს დაგიშავებ, უბრალოდ ვილაპარაკებთ. სანამ ელექტროკარდიოგრაფიას არ გავაკეთებთ, მის მდგომარეობას ვერ გავიგებთ. შეიძლება დიდი ხანი არა, მაგრამ ჟანგბადის გარეშე იყო. აშკარად იმოქმედებდა ორგანიზმზე. სახლში შეატყობინეთ, ყოველდღიური ჩანაწერები მოიტანონ. კარგით. აქ შენს გამო რომ ვართ იცი? ჩემი და მარტო როგორ დატოვე? ამიერიდან წყალი თუ მოგინდება, მოსამსახურეს თხოვე. გარდა ამისა, ჩემი და მოგანდე. ღმერთო, შეხედე რა გააკეთე. არ იფიქრო, რომ ეს ესე დარჩება მეთევზე. ჩემს და შენი მეძე ვერ დავტოვებ. დამშვიდდი. ახლა მხოლოდ ირმაკის ჯანმრთელობაზე ფიქრობ. შენც ამაზე უნდა ფიქრობდე. მაპატიე, ძალიან გავხართ. რა გინდათ? თქვენ თქვით, რომ ეს ნასის ეხება და ის თქვენი დაქალია. სანამ ბურალი ჩემთან ურთიერთობას აუკრძალავდა, ასე იყო. ის ჩემი ყველაზე ახლო დაქალია. მომისმინე. სანამ ბურალის გვერდით ხარ, შენი სიცოცხლე საფრთხეშია. გავიგებ ნასის რა შეემთხვა. მაგრამ შენ უნდა დამეხმარო. თქვენი რატომ უნდა მჯეროდეს? იმიტომ რომ შენ საჭვებში ხარ. ამიტომაც წახვედი ადვოკატთან, იმიტომ რომ ნასის შესახებ ეძებ ინფორმაციას. ეს ყველაფერი საიდან იცი? ბევრი რამ ვიცი. ხაზალ გთხოვ დამიჯერე. სხვა განზრახვა არ მაქვს, გარდა იმისა, რომ გავიგო ნასის რა შეემთხვა. მაშინ დამიმტკიცე. ნამდვილი მტკიცებულებები მანახე და დაგიჯერებ. ვის შეეძლო ამის გაკეთება? აშკარაა, რომ ვიღაცამ გააკეთა. თავისით ხომ არ ამოვარდებოდა ჩამთველი. შვილო, ძვირფასო. ხომ გითხარი წადი ნახე მეთქი? 2 წუთით ადრე რომ წასულიყავი, ეს ყველაფერი არ მოხდებოდა. ილოცეთ, რომ არაფერი მოხდა. თორემ ქალბატონი ჯანანი ყველას გაგაგდებდათ უკვე. შენც გაგიხარდებოდა. დაუ არ გწვენია? ამას როგორ ამბობ? კარგი, გაჩუმდი. ვითომ არ ვიცით? კარგი, ახლა სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს ნახავ და მაშინვე გაირკვევა, ვინ და რა გააკეთა. მიდი, ახლა ყველამ დაიძინეთ. მე თვითონ დავალაგებ აქ. მიდი, შვილო. დღეს ძალიან დაღლილი და შეშინებული ხარ. მიდი. რას ნიშნავს ჩანაწერები არ არის ირფან? ბატონო სინან, ალბათ იმ დროს კამერა გათიშული იყო. ასეთი რაღაც ერთხელ ხომ იყო, თქვენც ხომ იცით? ზუსტად როდის იყო ირფან? ზუსტი რიცხვი გახსოვს? დაახლოებით 2-3 წლის წინ იყო ქალბატონო ჰაზალ. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მგონი იმ დღეს, როცა ნასი წავიდა, თუ მეორე დღეს. ჰაზალ, კარგად ხარ? გათეთრილი. ირფან, კიდევ ერთხელ შეამოწმე, შეიძლება გამოგრჩა. უკვე ვნახე, რასაც გთხოვის გააკეთე ირფან. კარგი ბატონო სინან. ბურალი რეკავს. ჰაზალ, ჯერ ძმას არაფერი არ უთხრა. არ გაგიჟდეს ირმაკის გვერდით საავადმყოფოში. ხვალ პირისპირ დაველაპარაკები. კარგი. ბურალ, რა ქენით? ირმაკი კარგად არის? კი, კარგად არის, უკეთ არის. ახლა ზინავს. თქვენ რა შვებით? შეამოწმეთ ჩანაწერები. ჯერ არაფერია ახალი. სინანი არ ყვებს ამას, არ ინერვიულო. სახლიდან გამოსulis დროს შედეგების ამოღება დაგავიწყდა. შეგიძლია სურათი გადავიღო და გამომიგზავნო? 5 წუთში გამოგიგზავნე. კარგი, გელოდები. კიდევ რაღაცას გითხავ. გამე რომ გავიღვიძე, ჩემს გვერდით არ იყავი. სად იყავი? ვერ დავიძინე. გარეთ გავედი, სუფთა ჰაერი ჩავისუნთქე.
კენანი ნახე? ახლა მეკითხები ამას. მაინტერესებს კენანი სად იყო? უნდა ვიცოდე სიმართლეს თუ ამბობს. კი, კიბეებზე რომ ჩავდიოდი, მაშინ შევხვდი. კარგი. ირმაკის ოთახში შევალ. დაო, სელმა. რატომ ტირი? მე ირმაკის მდგომარეობის გამო ვარ ცუდად. ის ისეთი უდანაშაულო და კეთილია. მე თვითონ ვზრდიდი. ჩემი შვილისგან არასდროს ვარ ჩევდი. როგორც საკუთარი შვილი ისე მიყვარს. ასეთ მდგომარეობაში რომ დავინახე, არ ვიცოდი რა უნდა მექნა. არი ნერვიულო. ირმაკი კარგად იქნება. ფეხზე დადგება. ღმერთმაქნას. ღმერთი იყოს კმაყოფილი ბატონი კენანით. სხვა ვინმე რომ ყოფილიყო, კარს მიიხურავდა. წავიდოდა, არ მოიყვანდა ცოლად. გამოდის რომ ბატონ კენანს ის მართლა უყვარს. ჯერა რომ თუ ქალბატონი ირმაკის გვერდით იქნება, ამავად მყოფობას ადვილად მოერევა. დარწმუნებული ვარ. მეტი რა ვთქვა ქალბატონო ხაზალ. ღმერთმა არ დააშოროს ისინი. კარგი, წადი, დაიბანე. ვურალმა ირმაკის შედეგების მოძებნა მთხოვა და უნდა ვიპოვო. დანარჩენს თვითონ მოვაგვარებ. მადლობა, ქალბატონო ხაზალ. ყელსაბამი. სად არის? ჯანდაბა. სერიალს არ მოგიდგენთ აჭარა ბეთქომი. გახმოვანებული აჭარა ნეთქომის მიერ. ებრო? ხაზალ. შემაშინე. ამას ეძებ? ფიქრობ ებრუმ გააკეთა. ნუ სულელო, რა შეჭირდება ეს ებროს? შენი აზრით? ვერ ამჩნევ? ის გოგო კენანზეა შეყვარებული. ყოველთვის გვითვალ თვალებს. არა მგონია. მე ქალი ვარ ძვირფასო, ყველაფერს ვამჩნევ. ადრე ამბობდი რომ მე დამზდევს.
სიმართლე არ არის. მხოლოდ კი არ დაგზდებს, ისიც უნდოდა რომ ეკოცნა შენთვის. რატომ იცავ იმ გოგონას? და შენ რატომ გძულს ასე ის გოგო? არ მიყვარს ამდენჯერ უნდა გითხრა. არ მომწონს ის გოგო. პირომაგზეც იმავეს ამბობდი. ამბობდი რომ მისი სიკვდილი გინდა. ჩემი ყურით გავიგე. იქნებ ეს შენ გააკეთე. რა? გაგიჟდი? ამას როგორ ფიქრობ? ამას არ ვიფიქრებდი დეფნე, მაგრამ შენ ეს თქვი. შენ თქვი რომ ჩემს დას ვერ იტან და გინდა რომ მოკვდეს. აი მის მერე მოხდა ყველაფერი. ახლა შენ წარმოიდგინე შენი თავი ჩემს ადგილას. შენ რას იფიქრებდი? ამას აქ რა უნდა ებრო? Hazal მე გავიღვიძე. აბაზანაში მივდიოდი. კარი ღია იყო და გადავწყვიტე შევსულიყავი, ირმა კი მენახა. ალბათ მაშინ დამივარდა. ოთახში რომ შევედი, მერე შევამჩნიე რომ ყელსაბამი დავკარგე. მერე როგორც კი შევძელი მოვედი, იმისთვის რომ მომეძებნა და ზედმეტი არაფერი ეფიქრებ. კარგია რომ შენ იპოვე. მადლობა. რა მოხდა? აბაზანა მეორე მხარეს არის. ის დაკავებული იყო, იტყუები. შეგიძლია დამიბრუნო? ებრუ. ირმაკისთვის ხომ არაფერი დაგიშავებია. უკვე სისულელეებს ამბობ ჰაზალ. მომეცი. ჟობს შენ თავს შეხედო, სანამ მე მკითხავ. რას აკეთებდი გუშინ კენანთან ერთად? ნუ უარყოფ, ყველაფერი დავინახე. ერთმანეთს კოცნიდით. ხომ გითხარი რომ ის აბაზანა დაკავებული იყო? დავინახე სამზარეულოში რომ მიდიოდი, დავინტერესდი და შემოგხედე. მერე სამწუხაროდ დავინახე. ხაზალ, მისმინე, ყველაფერს რისკის ქვეშ აყენებ. ჩემს მაგივრად ვურალი რომ ყოფილიყო? ვურალს რომ დაენახეთ. მაშინ რა მოხდებოდა? ვინმე დანაშაულს ჩაიდენდა. მე არაფერი გამიკეთებია, რა თქმა უნდა. ჩემი თვალებით დავინახე მეთქი. შენ მას აკოცე ჰაზალ. კენანის საკითხი უნდა დახურო, თორემ ყველაფერს გააფუჭებ. ყველაფერი ისედაც გაფუჭებულია. შენ ჯერ არაფერი გინახავს ძვირფასო. თუ გინდა ასე გააგრძელე და ნახავ რაც მოხდება. საბოლოოდ გეუბნები ჰაზალ. კენანის საკითხი უნდა დახურო. დაივიწყე. თავი შორს დაიჭირე. თორემ შენვე დაზარალდები. და ისიც. გესმის ჩემი? თავი შორს დაიჭირე. ესე იგი თავი შორს დაიჭიროს. მეწოდები ებრუ, ძალიან გიყვარს ის კენანი. შეიძლება ავიღო? მადლობა ჰაზალ. ახალი ჯერ არაფერია. ჯერ ვიდეო ჩანაწერები არ შეუმოწმებიათ. სინანი გაიგებს ახლა. შენი აზრით ამას ვინ გააკეთებდა? არ ვიცი. არ ვიცი, მაგრამ ყოველთვის კენანია დამნაშავე. ჩემი და მარტო რომ არ დაეტოვებინა, ახლა აქ არ ვიჯდებოდით. ასე ნუ იქცევი ვურალ, არასწორად ფიქრობ. კენანი ირმაკისთვის რაც შეუძლია ყველაფერს აკეთებს. მაშინ ღამე ასე დროს სად იყო? ვითომ სამზარეულოში წავიდა წყლის დასალევად. ის ადამიანი შურის ძების გამო ყველაფერს იზამს. შენ რა, ფიქრობ რომ ეს მან გააკეთა? არ ვიცი, შეიძლება. ვურალ ნუსულელო, ვერ დაინახე როგორც ცდილობდა კენანი ირმაკის გადარჩენას. კენანმა დღეს ჩემი ქალიშვილი გადაარჩინა. ამის გამო მაინც უნდა იყო მადლობელი. და შენ რატომ ისევ მეთევზეს?
იმ ყველაფრის მერე რაც მოხდა, როგორ ხარ დარწმუნებული, რომ ეს მას არ გაუკეთებია? იმიტომ რომ ჩვენ ის გვჭირდება. გინდა ეს შენ თუ არა ასია. ამიერიდან ამას უნდა შეეგუო. მას არც ჩვენ, არც ირმაკი არ ჭირდება, მაგრამ ჯერ კიდევ ჩვენთან რჩება. ირმაკისთვის ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია. ინებით. გათბებით. მადლობა. მადლობა არ მინდა. რაღაც უნდა გკითხო. ირმაკი ცუდად რომ გახდა, შენ და ჰაზალმა ერთმანეთი ნახეთ. ის იმართლია. მისაღებში. ჰაზალმა თქვა რომ კიბებთან გნახა. სიმართლე უთქვამს. მისაღებიდან სამზარეულოში მივდიოდი. ის კი კიბებთან იდგა. კიდევ გაქვს კითხვები? საბოლოოდ გეუბნები ჰაზალ. კენანის საკითხი უნდა დახურო. დაივიწყე. თავი შორს დაიჭირე, თორემ შენვე დაზარალდები და ისიც. სამზარეულო დავალაგე და დასაძინებლად მივდივარ. ჯანმრთელობა შენს ხელებს შვილო. შეხედე, ახლა ბიჭმა თავისი სიყვარულის შესახებ უნდა მოყვეს. შენ უყურე და ხვალ მომიყევი. ვინ არის საინტერესოა? გნახავ. ჰალილ? მელეკ. რა გჭირს? ეს ვინ დაგმართა? არ არსებობს ისეთი რამე, რასაც შენს გამო ვერ გავაკეთებ, კენან. ისი მდგომარეობა ნორმალურია. არც ერთი ორგანო დაზიანებული არ არის. შეგიძლია წაიყვანოთ. მადლობა ღმერთს. გაიღვიძა? შეიძლება ვინახულოთ? რა თქმა უნდა, როცა მოისურვოთ მაშინ.
საბოლოოდ გეუბნები ჰაზალ. კენანის საკითხი უნდა დახურო. დაივიწყე. თავი შორს დაიჭირე. თორემ შენვე დაზარალდები. და ისიც. ორმილს აიღებ კენან. ვერ გამექცევი. რატომ ჯიუტობა არ მესმის? საავადმყოფოს ადმინისტრაციას დაველაპარაკებით და სასწრაფოდ წამოგიყვანონ. ძმაო, გთხოვ, ძალიან დავიღალე იმ საკაცაში წოლით. და საერთოდ, კარგად ვარ. ექიმმა თქვა, რომ ამით ყველგან შემიძლია წასვლა. ექიმს ასე არ უთქვამს, პატარა ქალბატონო. მოდი, წავიდეთ. ბოდის გიხდით. გისმენთ. კენან ვურალი ახლოს არის? კი, ჩემთან ერთად არის. მაგათ არ უთხრა, გთხოვ. უნდა ვილაპარაკოთ. კარგი, ილაპარაკებ, გისმენ, ოღონდ სწრაფად. ტელეფონით არ შეიძლება. უნდა შევხვდეთ. შეგიძლია მოხვიდე? კარგი. გაგირეკავ და შეხვედრის ადგილს გეტყვი, კარგი? კარგი. მაპატიე საყვარელო, სამსახურში სასწრაფო საქმე მაქვს. თქვენ წადით და მეც მოვალ მერე. რა მოხდა? უფროსმა დაგირეკა? ეს უფროსი ის კაცია, რომელიც მიმართ დიდი ვალდებულება მაკისრია. საყვარელო, არ დაიგვიანო. კარგი, საყვარელო, არ ინერვიულო. არ დავაგვიანე. ფრთხილად იყავი, კარგი? რა მოხდა, საყვარელო? შეგეშინდა? თუ ეს ის როულია, რომელშიც შენ სიყვარულს აღწერ, გინდა წამართვა? გამომართვი, საყვარელო. მომეცი, შენ გეუბნები, მომეცი. გამომართვი. აღარ გაბედო. არ გაბედო ჩემს ოთახში შემოსვლა. ოთახში, ესე იგი. ჯობს ამ ადგილს ძალიან არ შეეჩვიო, საყვარელო. ჰაზალი რომ გაიგებს შენი სიყვარულის შესახებ კენანის მიმართ, სახლში კი არა, ახლოსაც აღარ მიგიშვებს. რას ამბობ? იმას ვამბობ, რომ თურმე ადამიანი თავისი სიყვარულის გამო შეიძლება მკვლელიც კი გახდეს. შემომხედე, ზედმეტად ერევის ხვის საქმეში, გაქრი ჩემი ოთახიდან. გირჩევნია ირმაკის ოთახში ილაპარაკო? როგორც გუშინ ელაპარაკებოდი ჰაზალს. მართლა, რაზე კამათობდით გუშინ? ძალიან დაძაბულები იყავით. ვერ გავიგე, გაუგებარი არაფერია, საყვარელო. გუშინ შენ და ჰაზალი ლაპარაკობდით რაღაცაზე. რაღაც მოგცა. რა მოგცა? ჩუმად გვისმენდი? რა შენი საქმეა? რატომ გაინტერესებს? არაფერი. უბრალოდ დავინტერესდი. არა უშავს. რაც არ უნდა იყოს, ჰაზალისგან მაინც გავიგებ. ჩემი სამკაული მომცა. მას ქონდა რამოდენიმე ხანი.
ესე იგი სამკაული დაგიბრუნა. ხო. თუ არ გჯერა, შეგიძლია გკითხო. წამოდი ერთად გკითხოთ. არა. საჭირო არ არის. ჯერა. ყველაზე უცნაურად ის მომეჩვენა, რომ ირმაკის ოთახში დაგიბრუნა. იქნებ პირდაპირ ილაპარაკო. რის თქმა გინდა? კვლელები ყოველთვის ბრუნდებიან დანაშაულის ადგილას. ასე ამბობენ. შენც ასე დაგემართა. ხომ ასეა? თუ ჟანგბადი რომ გაუთიშე ირმაკს რაღაცა კვალი დატოვე. კვალის მოსაშორებლად მიხვედი. რომელი? კუიდან შეიშალე. ნამდვილად ავადმყოფი ხარ. სინამდვილეში ავადმყოფი შენ ხარ. აჩემებული. ძალიან შეეჩვიე კენანს და ამის მოშორება არ შეგიძლია. რადგან მკვლელით შეგიძლია გახდე. ესე იგი ბოლომდე ხარ ამაში ჩაძირული. მეწოდები. კენანთან და ირმაკთან არაფერი მესაქმება. იქნებ ეს შენ გათიშე ჟანგბადი. და ახლა ეძებს ვის შეიძლება დააბრალო ეს დანაშაული. ვიცი, ვის რა აწუხებს ებრუ. ხაზალის მოტყუება შეგიძლია, მაგრამ მე ყველაფერს ვამჩნევ. შემიძლია შენი შემდეგი ნაბიჯებიც გავთვალო. ამიტომაც ნუ დატოვებ რამე კვალს. შეიძლება შენს მერე ისინი ვიპოვო. ჩემთან საქმეს ნუ დაიჭერ. თორემ ამაზე სასტიკად აგებ პასუხს. რა სიზამ? მეც ძილში დამახჩობ, როგორც ირმაკს. მე არ მაქვს არანაირი აქციები ფული, რომელიც შემიძლია დავკარგო. შენს ადგილას შემეშინდებოდა. შენ პირიქით, ყველაზე ძვირფასი რამე გაქვს გულში, რაც შეიძლება დაკარგო. რაც არ უნდა თქვა, ვიცი რომ კენანი გიყვარს. ამიტომაც, თუ ვინმეს უნდა ეშინოდეს, ეს შენ ხარ. ახლა შენის ნებართვით. შეიძლება წავიდე. ყოჩა. ეს დემიროღლო. მაგათმა შემახვედრეს ის ჰალილი და რთულ მდგომარეობაში ჩამაყენეს. ამის გამო პასუხს ვაგებინებ. იმის მაგილად რომ ის კაცი მომეკლა და საფლავში გამეშვა, ჩემი ხელით ავაყენე. კეფიცები არასწორად მოვიქეცით, ოსტატო, არ უნდა გაგვეშვა ის კაცი. აბა რა უნდა გვექნა კაფეს? ხომ გეუბნები ამდენი ხნის მერე ჩემი დის, ნასის შესახებ რაღაც გავიგე, ხელფეხი შეკრული მაქვს. რა სიზამ? კენანს დაელაპარაკები? მოუყვები? არა, ვერავინ ვერ გაიგებს. მე შენ და ის. კარგი ოსტატო, როგორც იტყვი. შენ რა ქენი? ეჯეს ელაპარაკე, რამე სჭირდება? კი, ველაპარაკე. არაფერი არ სჭირდება. ეჯე დაინტერესდა ყველაფრის საავადმყოფოს ადმინისტრაციას ელაპარაკა ამ ჯერზე. შეხვედრამ კარგად შეაიარა, ამბობს რომ შანსები 100-დან 90-ია. რა ვქნათ? შევუერთდეთ ამ საქმეს. გავაკეთოთ 100-დან 100-ზე. არა. ფეხზე დგომა ისალა. ჩემი გულის ნახევარი მშვიდად იყოს. ახმედ, სად იყავი? შენი ნახვა 60-ში გამოჩენას გავს. მოდი დაჯექი. არა ძმაო, კომპანიაში უნდა წავიდე. რა მოხდა ბოლო დროს სულ კომპანიაში დადიხარ? ბედი თუ მწოხორება? ისიც და ისიც. ძმაო, რას თქვი, იმას ყოველთვის ერთ და იმავე ადგილას მივყავართ. შეხვედრამდე. ბედნიერად. ძალიან ცუდად ვარ. ცუდად ხარ, ვიცით. რამე სხვა თქვი? მელექი სად არის? რაში გჭირდება მელექი? ილოცე რომ სახლში მიგეღო. რა მოხდა? ასე უეცრად ადექი, ხომ კვდებოდი?
ო, უბრალოდ შენი დანახვა იგივეა, რაც ეშმაკის ნახვა. ამიტომაც შემეშინდა. ფრთხილად იყავი ამ ეშმაკმა არ დაგარტყას. თუმცა ვისაც არ უნდა დაერტყა, უკვე დაგარტყა. შეშლილი ქალი. მელეკ, სად ხარ? ყველაფერი მტკივა. გაიქეცი, იჩქარე. მელეკი მიდის. სად მიდის? არ ვიცი, ჩანთა აიღო და მიდის. მართლა? მელეკ. ხედავ ფეხზე ამდგარ ხარ. ო, შენ სანახავად ვიჩქარე. ჩემი ტკივილიც კი დამოვიწყდა. თუმცა ძალიან მტკივა სული, მელეკ. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს გვიძრში ნემსებს მირჭობენ. ძალიან ცუდად ვარ, მელეკ, ძალიან ცუდად ვარ. რატომ ადაკი წადი და იძინე. მელეკ, შენგან შორს ყოფნა არ შემიძლია. სულ შენზე ვფიქრობ. სულ შარ შეხვდები, სულ. გუშინ მოძრაობა შევაფერხე. ამდენი ხალხი რომ არ ყოფილიყო, არაფერი არ მოხდებოდა, მაგრამ არა უშავს. ამ ჭრილობებს ყურადღებას ნუ მიაქცევ. იმ ჭრილობას შეხედე, რომელიც გულში მაქვს. სულ ისე მტკივა, მელეკ. ვერ აგიხსენ. ჰალილ. მითხარი, ჩემო სულთანო, მითხარი. განქორწინება მინდა. ვერ გავიგე. რა? რას ამბობ? ყველაფერი გაიგე. განქორწინება მინდა.